ლაკარგია ცხოვრება. დავიწყეთ. შოკ კონტენტ მწვადი გამოგივათ. მოვეფერეთ, მოვეთათუნეთ, ერთ პატარა ხრიგს გასწავლეთ. ეს არის უმთავრესი ამბავი, რომ აცმის ტექნიკა კიდე ცალკე ტექნიკაა. აუცილებლად ესე გავასწოროთ ხოლმე. წავედით. ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ვიდეოში თქვენ ნახავთ, ვინც უჯერებს, ის იგებს. ეს არის ერთ-ერთი მთავარი არომატი, ხშირი ტრიალი არ უხდება მწვადს. ცეცხლთან თამაში არის მნიშვნელოვანი. ამბობ წვავ მარტო იდეალურია. მწვადი. რამდენი მითქმა მოთქმა, რამდენი რეცეპტი, რამდენი ჭკვიანი მემაყლე და რამდენი რეცეპტი არსებობს ვერც კი წარმოიდგინე. ზოგი ამბობს ძალიან აგრესიული ნაკვერჩხალი ჭირდებაო. ზოგი ამბობს მე წალამზე შემწვარი მწვადი მიყვარს, ნახშირისას ავცნობო. ზოგი ამბობს ქვაფში უნდა დაუმატოთ, ზოგი ამბობს ჯამში უნდა დაუმატოთო, ზოგი ხავხს უმატებს, ზოგი ბროწეულს. მეც შევალ ამ მემაყლეების რიცხვში და მე დღეს გავაკეთებ ორი ვერსიის მწვადს. მწვადს, რომელსაც მე ბავშვობაში მივირთმევდი მანგლისში, იმიტომ რომ სომეხი მეზობელი მყავდა, რომელიც ამზადებდა ხოლმე 90-იანებში თბილისიდან წამოღებული პარკეტით, მუხის პარკეტით. პირამიდას აწყობდა ხოლმე, უკიდებდა ცეცხლს და მერე მიდიოდა თელი ამბავი. კვირა დღეს უნდა ყოფილიყო აუცილებლად, დილით 6 საათზე უნდა ამდგარიყავით ყველა ბავშვი და ის და მივდიოდით ბაზარში ხოლმე მანგლისის, ვაჭრობდა, კამათობდა და მოქონდა ის ხორცი, რომელიც ყოველთვის გემოსთან, ხარისხთან და ბავშვობასთან ასოცირდება ჩემთვის. და ეს იყო ხოლმე კისრის ნაწილი. და ამ კისრის ნაწილით ამზადებდა მწვადს. რა თქმა უნდა, ღორის კისრის ნაწილზეა საუბარი. ეხლა რო გირჩიოთ, რომ პარკეტი აყაროთ სახლში, მეთქი არ გამოგადგებათ, იმიტომ რომ მასზე უკვე წასმულია სხვადასხვა ნივთიერებები, რომელიც მიუღებელია წვის დროს რომ გამოვიხილოთ. ანუ თუ მუხის პარკეტი გაქვთ სახლში, დაუმუშავებელი, შეგიძლიათ გამოიყენოთ. ან უბრალოდ მუხის შეშა იშოვნოთ, ან თუ შეშა არა გაქვთ, ბოლო-ბოლო ნაკვერჩხალზე მაინც მოამზადოთ. მთავარი პრინციპი ის არის, რომ მოამზადოთ მწვადი და მწვადი მაინც ჩემთვის მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ასოცირდება და სულ ვცდილობ, რომ მოვამზადო ხოლმე. მარტივი რეცეპტია მწვადის, ვიცი კომენტარებში რა თქმა უნდა დაიწერება, რომ ეს მწვადი არ არის, დაგაყარე მიწა, დაგეცეს მეხი, მაგრამ ჩემეულ ვერსიას გთავაზობთ იმ მწვადისას, რომელსაც მე პირადად ვამზადებ ხოლმე. ღორის კისრის ნაწილი უნდა დავამუშავოთ ისე, რომ იყოს თანაბარი ნაჭრები და ეს თანაბარი ნაჭრებს ზუსტად ჭრის დროს განახებთ, რაზე არის საუბარი. პირველ რიგში, სანამ კისრის დამუშავებას დავიწყებ და ხელებს დავისვრი, ვოლტ მარკეტიდან გამოვიძახე. ჩემ ბავშვობაში ამ სოუსს ეძახდნენ უღელტეხილის, ანუ რიკოთის საწებელს და საწებელი მზადდება ტომატ პასტისგან, უცხო სუნელისგან, ხახვი ნიორი და მწვანილებისგან და რა თქმა უნდა უცხო სუნელი და ხმელი ქინძი უნდა დაუმატოთ აუცილებლად და ამას უკვე ყველაფერს პროცესში განახებთ. პირველ რიგში რა თქმა უნდა დავიწყოთ უნდა ღორის კისრი. აი ღორის კისერს აქვს ერთი ნაწილი, აი აქ ცოტა ცხიმი აქვს. წარმოებელი კი ცდილობს რომ ეს ცხიმი ააცალოს, მაგრამ მაინც წონაში რომ ცოტა მოგვატყოს, ის ცხიმიც უნდა გამოაყოს. ეს ცხიმი არ არის გამოსაყენებელი ცხიმი, იმიტომ რომ ეს მწვადი გადის როგორ ვთქვა, უცხიმო მწვადის რაზმში. აი ეს ნაჭერი აუცილებლად უნდა დავამუშავოთ შემდეგნაირად. შევეცდები რომ კამერაზე განახოთ, აი ეს აუცილებლად ასაშორებელია და აი ესე ნელა უნდა გავყვეთ და აი ეს ცხიმი თავისთავად უნდა ავაცალოთ, რომ შემდეგ შამფურზე ეს ხორცი რო სწორად შეიწვება, აი ეს ცხიმი შეუშლის ხელს კარგად მომზადებაში, ანუ ცხიმი მაინც დაგვრჩება ცოტა მაგარი და ეს პროცესი რომ არ გავაფუჭოთ და მერე როგორც ყოველთვის მაყალზე როგორც ხდება ხოლმე ჭკუის მასწავლებლები რო გამოჩნდებიან ხოლმე, აი ეს ჭკუის მასწავლებლები რაც შეიძლება შორს იყვნენ თქვენგან და უბრალოდ
ან ღვინოს ასხავდნენ, ან ყველს ჭრიდნენ, ან კიდე სხვა დანარჩენ რამეს აკეთებდნენ. კარგი, დავიწყეთ. აი ეს არის პირველი ნაჭერი. აი ნახეთ. აი ეს არის ის ნაჭერი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ნახეთ რას ვაკეთებთ. ორი თითი, ზოგს დიდი აქვს, ეხლა მაინდამით ნუ არჩევთ. კალათბურთელის თითს, რა ვიცი, იმისი რა ქვია, ვინმე 2 და 60-იანი ადამიანის თითს, ჩემი აი ესეთი ბოტოტა თითები მაქვს, არაპიანისტის, აი 2 თითი დავდეთ და გავჭერთ. აი ეს ნაჭერი არის ზუსტად ის ნაჭერი, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაჭერი. ეს ნაჭერი ახლა რა უქნაო, ხო მეტყვი, რა უქნაო ამ ნაჭერს, რა უყო? რაფერი არ უნდა უკრა, აი აქ ჩაჭერი და აგდე, ესეც მიაგდე გვერდზე. შემდეგი. ნახე, აქ კონი გაგვეპარა. აი ამ კონს ვაჭრით. არ გვჭირდება. ეს შეგიძლიათ მე ქაბაბში, თუ ქაბაბსაც აკეთებთ, ან კატლეტში გამოიყენოთ თავისუფლად, იმიტომ რომ იქ უკვე სწორად მომზადდება. ეს. კიდე გავიმეორებ. მოვჭერით დიდი ნაჭერი. აი ესე ცოტა შევეხეთ, მოვეფერეთ, მოვეთათუნეთ. გავაგრძელეთ. ეს არის შოკ კონტენტ მწვადი გამოგივათ. ჩემო ძვირფასო ვიდეო მომზირლებო. აი სიტყვა მოვიფიქრე, ხო? რატომ გითხარით 2 თითის პრინციპით დაჭრა ხორცს? იმიტომ რომ პირველ რასაც ვაკეთებთ შამფურზე ხორცს ვაცვალთ შემდეგი პრინციპით. მუჭში აი ესე ვიჭერთ ხორცს და შემდეგ შამფურით შევდივართ ეს. აუცილებლად 10 მის დროს განახებთ როგორ უნდა აცვათ, მაგრამ ზომა ეს არის ზუსტად რეკომენდირებული. პირველს ვამზადებთ მარინადს, რომ რა თქმა უნდა მარინადი მომზადდეს დროულად. ეხა თავარ როლში შემოდის ხახვი. უამრავი ვერსია არის, რომ ხახვის მაგივრად კივი, კივის მაგივრად ძმარი, ძმრის მაგივრად ლიმონჟავა, ზოგი ტომატ-პასტას უმატებს, ზოგი გახეხილ პომიდორს, მაგრამ ეს თქვენი სურვილია, თქვენი გემოვნური თვისებებიდან გამომდინარე აკეთებთ ამას და თქვენი სამეგობროდან, იმიტომ რომ ის კონკრეტული რეცეპტი თქვენს მეგობრებს მოწონთ. მე ხახვით ვამზადებ და ხახვი არის ის ძირითადი мотиваცია ხორცის დარბილებისთვის და ფორების გახსნისთვის, იმიტომ რომ ხახვში შემავალი სითხე ზუსტად ამაში ეხმარება ხავს. ხავს აი ესე ალყა რო ეძახიან, ესე დავჭრით. დაახლოებით ჩვენ გვაქვს აქ 3 კილო კისერი ღორის. 3 კილოზე დაგჭირდება კილო 200 თეთრი ხახვი. აუცილებლად ეს უნდა იყოს თეთრი ხახვი, იმიტომ რომ თეთრ ხახვში არის ყველაზე დიდი რაოდენობით შემავალი ის სითხე, რომელიც შემდეგ ხორცს არბილებს, სტრუქტურას ურბილებს და შემდეგ უფრო წვნიანი და რბილი გამოდის ხორცი. ხახვისთვის მთავარი мотиваტორი რომ ის წვენი გამოყოს, რა თქმა უნდა, არაერთხელ აღმინიშნია მეც და სხვასაც, რომ არის მარილი, იმიტომ რომ მარილს თვისება აქვს, რომ ძალიან მარტივად ახდენს სითხის გამოდევნას სხვადასხვა პროდუქტიდან, მათ შორის ხორცისგან და მათ შორის, რა თქმა უნდა, ბოსტნეულისგანაც. ესე იგი, პირველ რიგში დავიწყეთ მარინადის მომზადება, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია მარინადი რომ დავაყოვნოთ და მივიღოთ შემდეგ შედეგი. აი ამ მარინადს, რომელსაც მე ვამზადებ, დაახლოებით საათი-ნახევარი დაჭირდება იმისთვის, რომ შედეგი მივიღოთ. ხახვიც დავჭერით და ეხა ეტაპობრივად განახებთ თუ როგორ უნდა მომზადდეს მარინადი. ესე იგი, ესეთი კონტეინერი ყველას მოგეპოვებათ, თუ არ მოგეპოვებათ, შეგიძლიათ მაღაზიაში შეიძინოთ. როგორც აღნიშნეს, 3 კილოგრამ კისერზე დაგჭირდება კილო 200 ხახვი. ვიღებთ მარილს. აი, 1 მუჭი მარილი. და ვიწყებთ ესეთი ხახვისთვის მასაჟის კეთებას. ეს არის უმთავრესი ამბავი, რომ ხახვა პირველი თავისი წვენი კარგად გასცეს. ეხლა თქვენ რო ეხებოდეთ ამ ხახვს, მიხვდებით ხელში როგორ უკვე რბილდება და იწყებს წვენის გამოყოფას. მე კადრში შევეცდები, რომ ავიღო რაღაც რაოდენობა ხახვი და როგორც ნაცარქექია, ქვას ადენს წყალს, ისე გამოვადინო მეც წყალი.
აბა შევეცადოთ. აი, ხედავთ. თქვენ კიდე ამბობდით ნაცარქექია. ნამდვილადაც ვარ. ხახვი მოვიყვანეთ იმ კონდიციაში, რომელიც მნიშვნელოვანია მარინადისთვის. შემდეგი ეტაპი არის შავი წიწაკა, იგივე პიმპილაის რო ეძახია. მოიცი, აი პიმპილი. ისეთი უნდა იყოს, რომ იშუშხებოდეს რა, დაახლოებით ამ რაოდენობაში ერთი კაი დიდი სუფრის კოვზი დაგჭირდებათ. აი ნახეთ. ოჰო, რა არომატი წამოვიდა. და მოვათავსეთ ხორცი ხავხში. ერთი კარგად უნდა ამოურიოთ. და აქ არის სულ გიждები ხოლმე ვიდეოში, აქ ერთი პატარა ხრიკი უნდა გასწავლოთ. იგივე ლაიფჰაკი, ბიძია გარიკა, რომელიც ჩემი მეზობელი იყო მანგლისში. ხაჩატუროვი იყო გვარად. გარიკ ხაჩატუროვში, როცა ცხალიც აღარ არის, თუ ცოცხალია მოვიკითხავ აუცილებლად. იმიტომ რომ მან მასწავლა ეს რეცეპტი და ვიღებთ გაზიან წყალს. ეხლა მანგლისშიო გაზიანი წყალიო სად იყო და მე ბავშვობაზე ვსაუბრობ. მაშინ გაზიანი წყალი იყო. და გაზიან წყალს ვამატებთ. გაზიან წყალს რატო ვამატებთ? იმიტომ რომ საჭიროა რომ წავახალისოთ ხორცი რაღაც. და ეს ზუსტად წახალისება ხდება გაზიანი წყლით. დარბილება, ფორების გახსნა და შეღწევა იმ ყველაფრის, რაც მნიშვნელოვანია რომ მარინადში შევიდეთ. თუ მაგალითად მეორე დღეს უნდა ჩამოვიდნენ, არ დავუმატოთ გაზიანი წყალი. დატოვეთ მაცივრის ტემპერატურაში, ანუ მაცივრისში იმ ტემპერატურაზე, რაც მაცივარში გაქვთ, ეს არის 4-6 გრადუსი და სრულიად საკმარისი იქნება 8-9 საათი იმისთვის, რომ იგივე შედეგი მიიღოთ, რაც გაზიანი წყლის დამატებით ხდება. ეხლა ცოტა მარილი კიდე უნდა მივცეთ, ეს მარილი არ გეგონოთ რომ ბევრია. ეს მარილი ეხმარება, აი ხა დაუბეჭდოთ ესე. ეს მარილი ჩათვალეთ რომ სითხეში სანამ გაიხსნება ბოლომდე, მანამდე უკვე შამპურზე იქნება ეს პოდი, ანუ ხორცი აცმული. ეს მოვჭით, გადავდეთ, სანამ კახელები გამიბრაზდებიან, იმიტომ რომ მაინც მომიძებნიან რაღაცას ამ წვათში, რასაც კახურ წვათს ვეძახი, მანამდე ცოტა გულს გადავაყოლებ. და შავი ლომის შავს დავიდე. ისიც მეყოფა, რაც მელის მერე. ნახეთ, ეს არის ღორის მუცელი, რომელიც ნაწილისგანაც ყველაზე მეტად მიყვარს წვადის მომზადება. გახსოვთ, ერთ ვიდეოში მოვამზადე ბოსტნეულთან ერთად გრილზე შემწვარი ხორცი ღორის. მაშინაც მუცელი გამოვიყენე და აღვნიშნე, რომ ეს არის ბეკონის ნაწილი. ესეც ბეკონის ნაწილია, ანუ მუცლის ნაწილი. კახეთში ამის შემდეგ აქ ნეკნია აცლილი ახ. ამის შემდეგ უმზეურს ეძახიან და მუცელს უფრო ქვედა მხარეს ეძახიან. აქედან გამომდინარე, მე ამას მუცელს ვერ დაუძახებ, უფრო უმზეურს დაუძახებ. და დავიწყოთ დამუშავება. ესეთ 4 კუთხედ ნაჭრათა მაქვს დაჭრილი და აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ, რომ უნდა გავჭრათ ხორცი აუცილებლად იმ ნეკნის საპირისპიროდ, რომელი ნეკნითაც ჩვენ ხენძღვანელოთ. ამ შემთხვევაში ვჭრით ეს. იგივე ორი თითის პრინციპი, ესე გავჭერით და წავიდა. კანს ჯერ არ ვაცლი, იმიტომ რომ კანი რო ეხა ავაცალოთ, თან პარალელურად ავაცლით ყველა იმ ბედნიერებას, რაც კანს შეიძლება გავაყლოთ, ანუ ცხიმს. ამ შემთხვევაში ამ ნაჭრისგან გამოგვივა ალბათ 4 ულუფა. ნახეთ, ეხლა რა ვშვებით. კანი შუაში გავჭერით და წავედით. და მოვაჭერით. დანის თხილი მოძრაობით კანს ვაძრობთ. იგივე პრინციპით ბოლომდე ავჭრით, ჩავდივართ კანამდე, ვიწყებთ ესეთ მოძრაობას და კანი მოვაძრობილია.
აცმის ტექნიკა კიდე ცალკე ტექნიკაა და ამაზეც შევეცდები რომ ეხა პატარა რჩევები მოგცეთ. თქვენი აზრით, აი ოპერატორებს გითხავ ახლა. თქვენი აზრით, შამპურზე ესე უნდა ავაცვათ თუ ეს? პირველი ვერსია? ანუ ეს. მართალი ხარ. იმიტომ რომ ნახე ქონი, ხორცი, ქონი, ხორცი, ქონი. აქედან გამომდინარე ჩვენ რო ავაცვათ ესე, შუაში დაგვრჩება ქონი, რომელიც ტემპერატურასთან დამიმართებაში მთლად აგრესიული ვერ იქნება და არ გავღვებ. აქედან გამომდინარე ეს უნდა ვეცადოთ, რომ ეს ხორცი მოვათავსოთ ეს. აი, ერთი. შემდეგი პრინციპით მივდივართ ესე. შემდეგი პრინციპით მივდივართ ესე და რა ეხმარება? ეს არის ნაპოლეონის პრინციპით არის. ფენა ხოცი, ფენა ხორცი, როგორც სტრუქტურა არის ღორის, იგივენაირად ხდება, ასე ვთქვათ, შამპურზე მოთავსება. ეხლა ნახე, აქ ხორცი დავამთავრე, აქ ქონი იყო. აქ ხორცი დავამთავრეთ, აქ ქონი. ანუ ისე თანაბრად მომზადდება ყველა, რომ ხორცი არ გამოშრება, იმიტომ რომ ქონი არ მიცემს ამის საშუალებას. მაგალითად, სასომხეთში უმატებენ ხოლმე საქონლის ხორცს დამატებით ღორის ქონს ხოლმე და აი ესეთი გამოდის არათანაბრად ხორცი ქონი და ესეც ერთ-ერთი ვერსია ამის. შამპური არ გადატვირთოთ ხოლმე და წინასწარ მნიშვნელოვანი მაყალზე დადო შამპური. შეიძლება ინტუიციურად გახსოვთ ზომა დაახლოებით რამდენია, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ ყოველ მაყალზე დადების დროს გაზომოთ როგორ მოათავსოთ ხორცი ქონზე. და ბოლოს აუცილებლად დაუმატეთ ყველაზე აი ჭრაში ყველაზე არაქონიანი ნაწილი ხოლმე, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია რომ ის კარგად მომზადოთ. ამ შემთხვევაში აი ესა გვაქვს ჩვენ. და აი ესე დაუმატებთ კიდე ზედმეტად ერთ ნაწილს. ანუ 5 ჩვენ შემთხვევაში 5 ნაჭერი გამოვიდა, დავდოთ ესე ზედაპირზე და აუცილებლად ესე გავასწოროთ ხოლმე. ხშირ შემთხვევაში კახეთში იციან ხოლმე რომ ესე ხორცს დადებენ, მარილს დააყრიან და დევს. ეს წინა მარინადის შემთხვევაში გითხარი რომ ხავსს რას უშვება და ხორცს რას უზავს, ხო წარმოგიდგენია და აქედან გამომდინარე ხშირ შემთხვევაში ხოლმე უფუჭდებათ ხორცს. მაგრამ ჩვენ შემთხვევაში უბრალოდ ეხა მოვათავსებთ ესე და შემდეგ უშუალოდ უკვე ნახშირზე ან წალამზე დადების წინ მოვაყრით კარგად მარილს. ეს არის მნიშვნელოვანი. გამეორდები და გეტყვით რომ მარილი წვაც რო უხდება, ისე მე მგონი არაფერს არ უხდება. ხო, აღვნიშნავ ჩემს შამპურებს, ეხა დღეს ვამზადებთ მე ქაბაბისთვის განკუთვნილ შამპურზე, მაგრამ ჩემთვის კომფორტულია ძალიან ეს, იმიტომ რომ თანაბრად ჯდება ხორცი შამპურზე და მე ტრიალის დროსაც უფრო ადვილად ვახდე გადატრიალებას და უკვე მაყალზე რო დავდებ, იქ გეტყვით რა პრინციპით შეგიძლიათ წახვიდეთ უკვე ხორცის წვის დროს, რომ ხორცი არ გამოგიშრეთ. ეს არის ის, რაზეც ვისაუბრეთ. ხორცი მოვიდა, საკმარისად მიიღო ის რამე-რუმეები, რაც არის აუცილებელი კარგად დარბილებისთვის და გემოს მიცემისთვის. კარგი, პირველი შამპური გვაქვს და ამას რატო ვაკეთებ ახლა იცით? იმიტომ რომ მეუბნებოდა ის კაცი, რომ აუცილებლად რო გადმოიღებ მარინადიდანო, ცოტა ხანიო დაჯდესო ცოტა ხანიო, აერი მოხდესო, ცოტა ამოშრესო სითხეო. ხო და უჯერებ, მე ხო დამჯერე კაციო. აქედან გამომდინარე, ვინც უჯერებს, ის იგებს. ამის აცმის შემდეგ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ის соуსი, რომელიც აბსოლუტურად ყველა ხორცს უხდება და მათ შორის ამ მარინადს. რა თქმა უნდა, კახელები იტყვიან, რომ წვაცო რა თუნდაო, соуსიო, მაგრამ ამ წვაც უხდება და ამას არ უძავთ соуსი. ჩემთვის ნოსტალგიურად ყველაზე მწვადთან ასოცირებული პროდუქტი გახლავთ და ასე ვთქვათ, соуსი გახლავთ, აი ეს ტომატ პასტის соуსი, რომელსაც ახლა თქვენს წინაშე გავაკეთებ. დაგჭირდება წითელი ხახვი. რაც შეიძლება წვრილად უნდა დავჭრათ.
ამ რაოდენობაზე დაგჭირდება დაახლოებით 1 წითელი საშუალო ხახვი, დაგჭირდება 2 კბილი ნიორი. ესეც ძალიან არ დავკეპოთ, იმიტომ რომ ერთგვარი სიურპრიზი უნდა იყოს ხოლმე, როდესაც მოხვდება соусთან ერთად მირთმევის დროს პირში. ქინძი. ეს არის ყველაზე ერთ-ერთი მთავარი არომატი ამ соусისთვის. შემდეგი ვიწყებთ. ჯამი, ყოვზი, ტომატ, პასტა, 1 ჩაის ყოვზი, შავი წიწაკა, 1 ჩაის ყოვზი, უცხოსუნელი, 1 ჩაის ყოვზი, მშრალი ქინძი, წყალი. კარგად გავხსნათ. არავითარი ბლენდერი, ჩოფერი და სხვა დანარჩენი, უბრალოდ კარგად უნდა გავხსნათ ეს ყველაფერი. ზოგი უმატებს შაქარს. არ დაუმატოთ შაქარი, იმიტომ რომ ამ соус ზუსტად ის სიმჟავე უხდება, რაც მნიშვნელოვანია соусისთვის. და მწვადზე, ქაბაბზე ძალიან კარგად მინდის. მე ღვიძლის მწვადზე ძალიან მიყვარს ეს. ასეთი ბლანტი უნდა გამოგივიდეთ. კარგად უნდა გავხსნათ. და ბოლოს მწვანილი, ნიორი და ხახვი. ერთი კარგად ამოურიოთ. და ცოტაჰანი მივდგათ ოთახის ტემპერატურაზე, რომ ყველაფერმა ერთმანეთში გაცვალონ გემოები. ცოტა წყალით შეგიძლია კიდე დავუმატოთ. თუ შეგისქელდათ, წყალი შეგიძლიათ ამატოთ. და რაც ყველაზე მთავარია, მარილი. ეს მნიშვნელოვანი რამ არის, რომ გემოები, ასე ვთქვათ, შეკრას. ამა გავსინჯოთ. ლაკარგია ცხოვრება. მარინადის მწვადში ჩვენ დავუმატეთ მარილი, მაგრამ ცოტა მარილი მაინც დაგჭირდება, რომ კარგად დაბეჭდოს ხორცი. ნახეთ, სითხე მაინც აქვს ხორცს. ჩვენ კი ცოტა ხანიდარე დავდეთ, მაგრამ მაინც. რაც შეეხება უკვე ამ ხორცს, რომელსაც მუცელი ქვია, ამას აი ესე კარგად ვაყრით. აქვე ვაყრით, აქვე ვაყრით, აქვე ვაყრით, აქვე ვაყრით. აი ესე. იმიტომ რომ მნიშვნელოვანია, რომ კარგად კონდეს მარილი. წავედით. მწვადი შეწვის დროს არის ერთი ძირითადი მისია, რომელიც არ უნდა დაარღვიოთ. ეს არის სწორად დაბეჭდა ხორცის. ანუ ხშირი ტრიალი არავითარ შემთხვევაში არ უხდება მწვადს. დაბეჭდეთ და მერე უკვე ცეცხლთან თამაში არის მნიშვნელოვანი. როგორ უნდა გააწილოთ ტემპერატურა, როგორ უნდა მოხდეს სწორად შეწვა. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ვიდეოში თქვენ ნახავთ, თუ ხმით არა, ვიზუალურად მაინც. ეს რო ეხა ესე ატრიალო, ხორცი არასწორად შეიწვა. პირველივე შეწვა უნდა ვიგრძნოთ ხორცზე. ეხა ხორცი ჩვენ გვეხარშება. ეს უნდა მოუბრაწოთ კარგად და თანამიმდევრობა ქონი ხორცი ზუსტად ამაში გვეხმარება, რომ შემდგომში ხორცი არ გამოგვიშრეს. მარინადი ავტომატურად არ გამოგვიშრება, თუ სწორად შევწყვეტ. მნიშვნელოვანი რამ, ბოლი ყოველთვის შეგაწუხებთ. მწვადი ბოლის გარეშე წარმოუდგენელია. ეს თეთრი ბოლი, რომელიც ადის,
ეს არის ზუსტად ის სწორი ცხიმის წვა, რომელიც ახლა მიმდინარეობს და არასდროს არ გაგიჩნდება ცეცხლი თუ სწორად გაანაწილებთ ნაკვერჩხლს და მეორე მნიშვნელოვანი რამ ხორცი არ გაშალოთ. ანუ ესე არ დადოთ. აუცილებლად ერთმანეთზე მიაბჯინეთ კარგად, რომ პირველი მობრაწვები ტემპერატურა ხვდებოდეს თანაბრად აბსოლუტურად ყველა ნაჭერს. და მერე უკვე შეგიძლიათ გვერდულადაც დააყენოთ პირისპირ, ირიბად, გვერდულად, მარჯვნიდან, მარცხნიდან. ამაზე სრულიად თავისუფალი ხართ, მაგრამ პირველი დაბეჭოდა ხორცის აუცილებლად რაც შეიძლება მჭიდროთ და რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს. არავინ ხელი არ შემიშალა, იმიტომ რომ მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც წვადის შეწვის დროს არის მესამე, მეოთხე, მეექვსე, მეშვიდე პირები, რომლებიც გეუბნებიან ნაკვერჩხალი განელდა, გადააბრუნე, გადმოაბრუნე, მიწიე, მოწიე, არ გჭირდებათ ეგეთი ადამიანები და უწერელი კანონი ამბობ წვავ მარტო და არა კოლექტიურად. თუ ეგეთი მრჩევლები გყავთ, ერთ პატარა ხრიგს გასწავლეთ. მრჩეველს ყოველთვის ბოლოს ქვაბი გაარეცხინეთ და მიხვდება, რომ მეორეჯერ აღარ ჩაერთოს პროცესში. ჩვენი მწვადები მზად არის. ის დროა მოათავსოთ უკვე თეფშზე. ნიშნავანი რამე გამომჩა და ეხლა გავაკეთებ, იმიტომ რომ უხდება მაინც რა. კახურ მწვადს ხახვი უხდება. ეს ერთი, ესეც მეორე. ბოლო მწვადი კლასიკით ჩამოვიღოთ. ორი მწვადი, ერთი соуსი. ერთი ნაჭერი პური, დავიწყოთ ამით. ვიღებთ. ვაწობ. იდეალურია. ნაზი. ფაფუკი. და რაც მნიშვნელოვანია, ძალიან წვნიანია. ეხლა მეორე მწვადი გავზინჯოთ. აი, ხორცი, ხორცი. ამას საწებლის გარეშე პური. ხახვი. რაც გინდა დამაბრალეთ, ძალიან გემრიელია. ამ ყველაფერს ჩავარაკრაკებთ. რა თქმა უნდა, შავი ლომის შავით. ესე იგი, ვოლტს დიდი მადლობა соусისთვის მოტანილი პროდუქტისთვის. ვოლტ მარკეტს ამისთვის უღრესი მადლობა. შავ ლომს მადლობა მეგობრობისთვის. მე კიდე ის გადამრჩენია, აი ეს მწვადი ამოვიღლიავო, გემრიელად მივირთვა და დაგემშვიდობოთ შემდეგ ვიდეომდე. ნახვამდის. კარგად.